მორჩა? რო დაგინახეთ, თვალები გაგვინაცხდა. ზურა, რეგზე ხარ? ეს მეჭიროს? არა, ეს არა. კარგი. ეს მოვიხსნა ხო ზურა რა ტეხავს კამერაში. არა, ის რა, და ის შეიძლება. ბატონო ზაზა, მოკლედ თქვენ ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ ძალიან გიყვართ ახალგაზრდები და ასევე ახალგაზრდებსაც. აი, რაიმე განსაკუთრებული სათქმელი ხომ არ გაქვთ ზოგადად ახალგაზრდებისთვის? ხა მე იმიტომ მიყვარს ახალგაზრდები, რომ უკვე აქტიური პაპა ვარ. მაგრამ არ გეტყობათ, მინდა გითხრათ. 9 შვილი მყავს. რას ამბობთ? კი, უფროსი არის 31 წლის. დიახ. უმცროსი 9 თვის. 7. აბა თავისთავად ახალგაზრდებთან მაქვს კინოდან კონტაქტი, გადაცემებიდან და რა თქმა უნდა ახალგაზრდა, რაც არ უნდა ეხლა ცუდი ახალგაზრდა მე არ მინახია. ახლა ცუდია ეს. შენ თვითონ რა ასაკშიც არ უნდა იყო. რა ასაკსაც გინდა რომ შეეფერებოდე, ისე უნდა იყო. მაგრამ ეს ყველაფერი ხო გამოცდილება მოიტანა, ანუ თქვენმა აი ამ ხო და ამიტომ ვიძახი მე რომ ჩემი წინა კაცისთვის დამეჯერებინა, ალბათ ამდენს მე არ გავაკეთებდი, მაგრამ საქმე ისე რომ ჩვენ ძალიან ძნელად ვიჯერებთ უცხოებისას. ხანდახან საკუთარი თავისაც არ გვჯერა და მე ვისურვებდი რომ ჩვენთან საქართველოში ყველაფერი იყოს კარგად. აი მე რაც მინდა, რაც ჩემ ოჯახს უსურვო, ისე იყოს ყველას ოჯახებში საქმე და ამიტომ ყველას გისურვებთ ისე ყოფილიყავით როგორც გვინდა და როგორც ქვეყანას სჭირდება. ბატონო ზაზა, აი ახლა დღეს მაგალითად რას ეტყოდით ლიკა ქავშარაძეს? ამ გადმოსახედიდან, ამ გამოცდილებიდან? არაფერს ლიკასთვის რა უნდა მეთქვა, რაც არ ამქონდა ნათქვამი და აი იმას ვეტყოდი რომ ბევრ იასამანს მივართმევდი, აი ბევრს უზარმაზარს ერთ რა ქვიან, დიდი ტრაილერი სავსე იასამნებით და ვარდებით და ეგ არის, წამოვიდოდი მერე და ვეტყოდი, აი ამით ვეტყოდი სათქმელს. ყველაზე მთავარი, ამას იგივეს სიამოვნებით გავუკეთებდი ჩემ მეუღლეს, რომ პატივისცემის ნიშნად, რასაკვირველია. და რა, სიყვარულის ნიშნად. აი ჩემს ვეძახი ჩემი შეცდომების გასწორებას, იმიტომ რომ რაღაცებს რაც მე ვერ ვაკეთებ ის ამდენად აკეთებს ის. მოვიკითხავთ ქალბატონ ნათიას, ჩვენც ვიცნობთ და ძალიან პატივს ყველას კოცნით, გეხუტებით, გეფერებით და მინდა რომ საერთოდ აი ესე ვიყოთ საქართველოში. იმდენად პატარები ვართ ჩვენ რომ არ ვიცი რა. ბატონო ზაზა, ეხა ისე ვერ გაგიშვებთ, რომ სურათი არ გადავიღოთ. გადავიღოთ. ზურა. აბა, ჩვენი ესეც დავიჭიროთ. ეს ვისი თქმა? ესეც დავიჭიროთ და კარგად მიჭირავს ზურა? გადმოაგდეთ ეს სურათები, გადმომიგდეთ რა. ყველა იღებს ჩემთან და ძალიან გაგვიხარდა, რომ აი ესე შემოგვიერთდით. ძალიან დიდი მადლობა. რომ დაგინახეთ, თვალები გაგვინაცდა. მე და შენ შენს კიდე ხავ შენნაირი. ჩემნაირი არა. დედის ერთავარ, კი. ესო. უღრმესი მადლობა და ქალბატონი ნათია მოგვიკითხე. კარგად. კარგად. აი ამას ქვია ზურა გამართლება. ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ შეიძლება კიდე ისეთმა სახეებმა ჩამოიარონ, რომ ხალხმა არც დაიჯეროს, რომ მართლა რენდომ ადამიანები არიან.